ვილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენებას. წელიწადში ორჯერ აღინიშნება ეს დღესასწაული. 6 მაისსა და 23 ნოემბერს. 23 ნოემბერს მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს დღესასწაულს, რომელიც ბორბალზე ასვლის დღესასწაული არის. მნიშვნელოვანია წმინდა გიორგის ცხოვრებისეული ფენომენი ყველა ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ მასში ჩანს მატერიალიზმისა და ადამიანის სულიერი ფასეულობების გადაფასება. წმინდა გიორგიმ ადამიანმა, რომელსაც ამ ქვეყნიური ყველა დიდება ჰქონდა, არჩია ღვთის ერთგულება, ქრისტეს ერთგულება, დათმო და ესე იგი სასწორზე დააყენა და დათმო მთელი ეს ამ ქვეყნიური დიდება და მან არჩია ქრისტესთან თანაყოფნა. ყველას უსურვებ ყველა ადამიანს, რომ აი ეს არჩევანი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგას, რომ ყოველთვის სიკეთისკენ გაგვეკეთებინოს და ყოველთვის ეს ფასეულობა შეგვეძინოს ადამიანებს. და უსურვებ წმინდა გიორგის ლოცვითა და მეოხებით ყველა ადამიანს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს და სულიად საქართველოს ერთგულების ფასეულობის შეძენა შინაგანში და ერთმანეთისადმი სიყვარულსა და პატივისცემის. ერთმა მრავალს დაგვასწროს ყველა ერთად. აი ძირითადად რომელ დღესასწაულებშია ხოლმე უბრალოდ მიღებული. 6 და 23. 6 მაისი გახსნა და 6 მაისზე ყოველი სწორი არის გორჯობა. ყოველი სწორი მე მარხები იწყობა. განკობას მოყავს მაქანა და აი განკობას მიაქვს აი სამიაქვს ბოიში არა განკობას მიაქვს მაქანითა. წინაპარი, ოდესაც მიდიოდა ხოლმე მოსალოცად, მათ ურმებით უწევდათ სვლა და ხშირად ეს გზა 2 დღე იყო ხოლმე. და ამიტომ გზასაკვებს ვერ წაიღებდნენ ეს ადამიანები. ამიტომ იყავდა ცოცხალი ეს ხომი. და იყო ყველაზე კარგი ის, რომ საინტერესო რომ ოდესაც მიყავდათ 2 მიყავდათ ასეთის, ერთს წირავდნენ მონასტერს, მეორეს სახურების შემდეგ, ნახეთ ლიტურგიის შემდეგ, სახურების შემდეგ ეს ადამიანები ესე იგი შემდეგ მიირთმევდნენ, გაინაწილებდნენ ტრაპეზს. აი ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გააჩნდა ამ ტრადიციას და შემდეგ ამ 70 წლიანმა ათეისტურმა წყობამ აი ეს დაამახინჯა ზუსტად ადამიანებს გამოეცალათ წმენის საფუძველი და დარჩა მხოლოდ გარეგნული ფორმა, რაც რიტუალებში აისახა და შემდეგ მინდა გითხრათ, რომ რაღაცა ფორმით, რაღაცა სახით შეიძლება უკვე აი ადამიანურმა ამ ესე იგი ტრადიციებმა ნელ-ნელა გადაიტანა რაღაცა არასწორ ფორმებშიც კი.